ცნობილი ბრიტანელ-ამერიკელი რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი ქრისტოფერ ედვარდ ნოლანი დაიბადა 1970 წლის 30 ივლისს ლონდონში. იგი მიჩნეულია 21 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ და წარმატებულ კინორეჟისორად, რომლის ფილმების შემოსავალი აღემატება 4,7 მილიარდ დოლარს. ნოლანის გატაცება კინორეჟისორობისადმი 7 წლიდან იწყება, როცა მამამისის კინოკამერით იღებდა რუდიმენტულ სიუჟეტებს თავის სათამაშოებზე. როგორც რეჟისორი აღნიშნავს, პატარაობაში მასზე დიდი გავლენა მოახდინა ვარსკვლავურმა ომებმა. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც იგი ასე დაინტერესდა კინორეჟისორობით. ნოლანი ინტერვიუებში აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას არასდროს უვლია კინოსკოლაში, 11 წლისამ ზუსტად იცოდა, რაც სურდა და ამ პერიოდიდან არასდროს დაუკარგავს სურვილი და მცდელობა გამხდარიყო პროფესიონალი კინორეჟისორი, რომელიც მომავალში შექმნიდა სერიოზულ ნამუშევრებს. რეჟისორმა ადრეული ასაკიდანვე გადაწყვეტა კარგი პრაქტიკული გამოცდილება მიეღო და სტუდენტობის პერიოდში მუშაობა დაიწყო სხვადასხვა დოკუმენტური ფილმების მონტაჟზე. გარკვეული პერიოდი იგი იყო ოპერატორი და მუშაობდა ხმის ჩამწერ სტუდიოშიც. ნოლანმა ზოგადი განათლება ჰერტფორდში მიიღო, შემდეგ კი სწავლა განაგრძო ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში ინგლისური ლიტერატურის შემსწავლელ ფაკულტეტზე. მან უნივერსიტეტი გამიზნულად აარჩია, რადგან სასწავლებელს გააჩნდა მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღებისთვის საჭირო აღჭურვილობა და სამონტაჟო დარბაზი, რომელიც მომავალში რეჟისორს დაეხმარებოდა თავისი ჩანაფიქრების განხორციელებაში. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მან მართლაც მოახერხა და გადაიღო 3 მოკლემეტრაჟიანი ფილმი. მისი პირველი ფილმი ტარანტელა, რომელიც 1999 წელს გამოვიდა, აჩვენეს ტელევიზიით. 1995 წელს გადაიღო მეორე მოკლემეტრაჟიანი ფილმი ქურდობა, რომელიც აჩვენეს კემბრიჯის ფილმის ფესტივალზე. ფილმი დღესაც ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად იმ ფილმებს შორის, რაც თუ ოდესმე გადაღებულა უნივერსიტეტში. ამავე პერიოდში ნოლანმა გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე ემა ტომასი, რომელიც დღეს წარმატებული პროდიუსერია. წყვილმა იქორწინა 1997 წელს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ისინი უნივერსიტეტის ბოლო კურსზე იყვნენ. ამბობენ, წარმატებული მამაკაცის უკან ქალბატონი დგას. ეს გამოთქმა რეჟისორის შემთხვევაში ნამდვილად ამართლებს, რადგან მისი პარტნიორობა ემა ტომასთან მისთვის წარმატების გასაღები აღმოჩნდა. ქრისტოფერ ნოლანს ოცნებების განხორციელებაში სწორედ მისი მეუღლე ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლისას დაეხმარა. ბევრისთვის ცნობილი არ არის, რომ ემა ტომასმა 1997 წლიდან დღემდე ქრისტოფერ ნოლანის ყველა ფილმს გაუწია პროდიუსერობა. თავიდან რეჟისორმა დაიწყო დაბალბიუჯეტიანი ფილმების გადაღებით. 1997 წელს მეუღლის დახმარებით მან გადაიღო ფილმი მხტუნავი ხოჭო, რომლის ბიუჯეტიც შეადგენდა $1000. მალევე 1998 წელს მან გამოუშვა მომდევნო სრულმეტრაჟიანი ფილმით სახელწოდებით დევნა, რომლის ბიუჯეტიც შეადგენდა დაახლოებით $6000. შავ-თეთრმა თრილერმა არაერთი აღიარება მოიპოვა ბრიტანეთის კინოფესტივალებზე. სწორედ ეს ფილმი დაეხმარა რეჟისორს მოეპოვებინა ნდობა და კარგი სახელი და მოეგროვებინა თანხები მისი შემდეგი, უფრო სერიოზული ფილმების გადასაღებად. უმცროსი ძმის, ჯონათან ნოლანის მიერ დაწერილი სცენარის მიხედვით, ქრისტოფერ ნოლანმა 2000 წელს გადაიღო ფსიქოლოგიური თრილერი მემენტო, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ნოლანს აქვს ფილმების გადაღების არასტანდარტული სტილი. მისი ბევრი ფილმი არ მიყვება ქრონოლოგიას. მეტიც ხშირად ამბის მოყოლა იწყება ბოლოდან. ამის საუკეთესო მაგალითია მემენტო, რომელსაც ნარატივის არაქრონოლოგიური სტრუქტურა გააჩნია. ფილმის პროტაგონისტი იტანჯება იშვიათი დაავადებით ანტეროგრადიული ამნეზიით, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი მაინც ცდილობს მიაგნოს თავისი მეუღლის მკვლელს. ფილმი აღიარეს ერთ-ერთ საუკეთესო ფსიქოლოგიურ თრილერად მთელს ჰოლივუდში. მემენტო ნომინირებული იყო როგორც ოსკარის, ასევე ოქროს გლობუსის ჯილდოებზე საუკეთესო და ორიგინალური სცენარისთვის. 2001 წელს ქრისტოფერ ნოლანმა მეუღლესთან ერთად დააარსა კინოკომპანია სინკოპი, რომლის მეშვეობითაც რეჟისორმა გამოუშვა თავისი თითქმის ყველა ფილმი. 2002 წელს ნოლანმა გადაიღო ფსიქოლოგიური თრილერი ინსომნია, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ალ პაჩინო, რობინ უილიამსი და ჰილარი სვანკი. ფილმი მოგვითხრობს დეტექტივზე, რომელიც თანაშემწესთან ერთად ცდილობს გამოიძიოს ახალგაზრდა გოგონას მკვლელობა. ინსომნიის გადაღების შემდეგ ლონდონის კინოკრიტიკოსთა ჯილდოზე ქრისტოფერ ნოლანი აღიარეს წლის საუკეთესო ბრიტანელ კინორეჟისორად.
ამ აღიარების შემდეგ 2005 წელს მას შესთავაზეს ბეტმენის თავგადასავლის გადაღება. ნოლანის წარმატებულმა კარიერამ სტრატოსფერომდე სწორედ მაშინ ააღწია, როცა მან მართლაც გადაწყვეტა გაეცოცხლებინა ცნობილი კომიქსების სუპერგმირი ბეტმენი და მაყურებლისთვის შემოეთავაზებინა თავისეული ვერსია კრიმინალური დრამის სახით. რეჟისორმა 2005 წელს გადაიღო ფილმი ბეტმენი დასაწყისი, რომელიც მოგვითხრობს ცნობილი ბიზნესმენის ბრიუს ვეინის ისტორიას, რომლის როლსაც ასრულებს მსახიობი ქრისტიან ბეილი. ფილმში აგრეთვე მონაწილეობენ მაიკლ კეინი, liam neeson, кейთ ჰოლმსი და გარი ოლდმანი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფილმის ერთ-ერთ მონაკვეთში ჩანს მსახიობი კენ ვატანაბე, რომლის მიერ გამოყენებული ენა არც იაპონურია და არც ტიბეტური. ეს ენა უბრალოდ არ არსებობს და დღეს მას არავინ გამოიყენებს. 2006 წელს ქრისტოფერ ნოლანმა კრისტოფერ პრისტის რომანის მიხედვით გადაიღო პრესტიჟი, რომელზე მუშაობაც რეჟისორმა ჯერ კიდევ ბეტმენი დასაწყისის შექმნამდე დაიწყო. ფილმი მოგვითხრობს ლონდონში მცხოვრებ ორ ილუზიონისტზე, რომლებიც ერთმანეთს ძლიერ მეტოქეობას უწევენ და ცდილობენ ერთმანეთის კარიერის ჩაძირვას. აღსანიშნავია, რომ ნოლანს უყვარს მთავარი პროტაგონისტების სახელებში რაღაც აზრის ჩადება. მაგალითად, ქრისტიან ბეილისა და ჰიუ ჯეკმანის მიერ შესრულებული პერსონაჟების, ალფრედ ბორდენისა და რობერტ ეინჯერის ინიციალები გამოითქმის ისე როგორც აბრა, რაც მიმანიშნებელია მაგიურ სიტყვაზე აბრაკადაბრა. ფილმი ნომინირებული იყო ოსკარზე 2006 წელს. დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მოახდინა ქრისტოფერ ნოლანის მიერ 2008 წელს გადაღებულმა ბეტმენის მეორე ნაწილმა ბნელი რაინდი. სიუჟეტი აღწერს ბეტმენის მცდელობას შეაჩეროს კრიმინალი, რომელიც ცნობილია ჯოკერის სახელით. ფილმმა მოიგო 2 ოსკარი 7 ნომინაციიდან. ბნელი რაინდის შემოსავალი აღემატება $1 მილიარდ. ჯოკერის როლის შემსრულებელ ჰით ლეჯერს კი მიანიჭეს ოსკარი და ოქროს გლობუსის ჯილდო საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორე ხარისხოვან როლში. თუმცა სამწუხაროდ მსახიობი დაჯილდოებას ვეღარ მოესწრო. იგი 2008 წლის 22 ივნისს საძილე საშუალებების გადაჭარბებული დოზის მოხმარების შედეგად გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ ქრისტოფერ ნოლანის საყვარელ მხატვრად ითვლება ფრანსის ბეკონი, რომელიც ცნობილია თავისი გროტესკული გამოსახულებებით. ჯოკერის გარეგნობაზე დიდი გავლენა სწორედ რეჟისორის მხატვრისადმი დიდმა სიყვარულმა იქონია. ბნელი რაინდი კომერციულად ნოლანის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფილმად ითვლება. მოგვიანებით რეჟისორმა გადაიღო სამეცნიერო ფანტასტიკა დასაწყისი, რომლის სცენარსაც რეჟისორი 10 წელი წერდა. როგორც ნოლანი აღნიშნავს, მას ბავშვობიდანვე სურდა მსგავსი სიუჟეტის მქონე ფილმი გადაეღო. ფილმი, რომლის მთავარ გმირადაც გვევლინება ლეონარდო დიკაბრიო, მოგვითხრობს ქურდის შესახებ, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპარვა ადამიანის ქვეცნობიერში შეღწევის გზით, საერთო სიზმრების ნახვის დროს. პერსონაჟების მიზანია გამოიკვლიონ ადამიანების გონების არაცნობიერი სფეროები. როგორც პრესტიჟში, ქრისტოფერ ნოლანმა აქაც დამალა მთავარი დაშიფრული სიტყვა პერსონაჟების სახელებში. ასე მაგალითად, დომის, რობერტის, იმსის, არტურისა და არიანის, მალის და საიტოს პირველი ასოები რომ დავაკავშიროთ ერთმანეთს გამოვა Dreams. Inception-ი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ფილმად, რაც თუ ოდესმე გადაღებულა. ფილმს ჯამში მიღებული აქვს 94 ჯილდო, მათ შორის 4 ოსკარი 8 ნომინაციიდან. აღსანიშნავია ისიც, რომ ფილმის გადაღების შემდეგ ნოლანი 2010 წელს გახდა ამერიკის სცენარისტთა გილდიის ჯილდოს მფლობელი საუკეთესო და ორიგინალური სცენარის შექმნისთვის. ბევრმა არ იცის, რომ კინორეჟისორი ქრისტოფერ ნოლანი დალტონიკია. იგი ვერ აღიქვავს წითელ და მწვანე ფერებს, თუმცა ამ პრობლემას მისთვის არასდროს შეუშლია ხელი გადაიღო ისეთი შედევრები, რომლებმაც მსოფლიო მასშტაბით მოიპოვეს აღიარება. ნოლანის შემდეგი ფილმი იყო ბნელი რაინდის აღზევება, რომელიც გამოვიდა 2012 წელს. ის იყო მისი ბნელი რაინდის ტრილოგიის მესამე და საბოლოო ინსტალაცია, რომელიც ითვლება ნოლანის ყველაზე მაღალ შემოსავლიან ფილმად. ბნელი რაინდის აღზევებაში მონაწილეობენ ენ ჰეთვეი ქალი კატის როლში და მარიონ კოტიარდი მირანდა ტეიტის როლში. ფილმში აგრეთვე მონაწილეობს ტომ ჰარდი, რომელიც ასრულებს ბოროტმოქმედის ბეინის როლს. 2014 წელს გამოვიდა ქრისტოფერ ნოლანის მომდევნო სამეცნიერო ფანტასტიკა ინტერსტელარი.
ფილმის სცენარი ვითარდება რამდენიმე ასტრონავტის გარშემო, რომლებიც კაცობრიობის გადარჩენის მიზნით ცდილობენ იპოვონ ახალი საცხოვრებელი დედამიწისგან შორს. ფილმის ნახევარზე მეტი გადაღებულია IMAX-ის კინოკამერებით, რომლებიც ჩვეულებრივი ჰოლივუდის გადამღებ კამერებთან შედარებით იძლევა უფრო მაღალ რეზოლუციას. ეს კამერები ძალიან ძვირია და იშვიათად გამოიყენებენ, თუმცა ნოლანმა შეძლო და გამოიყენა 4 IMAX-ის კამერა ინტერსტელარზე მუშაობის დროს. 2015 წელს Times-ის ჟურნალმა ნოლანი შეიყვანა 100 ყველაზე ინსპირირებულ და ზეგავლენის მომხდენ ადამიანს შორის. 2017 წელს რეჟისორმა გამოუშვა ახალი ფილმი დუნკერკი, რომელიც ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გენიალურ ფილმად, რაც თუ ოდესმე გადაღებულა ისტორიაში. დუნკერკის რეიტინგმა გადაუსწრო სპილბერგის მიერ 1998 წელს გადაღებულ ოსკაროსამ ფილმს რიგითი რაინის გადასარჩენად. დუნკერკი დღემდე ითვლება ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმად მეორე მსოფლიო ომის თემატიკის ირგვლივ გადაღებულ ფილმებს შორის. ფილმიც და რეჟისორიც ნომინირებული იყო როგორც ოსკარზე, ასევე ოქროს გლობუსის ჯილდოზე. როგორც აღინიშნა, ქრისტოფერ ნოლანი აქტიურად თანამშრომლობს თავის მეუღლესთან, პროდიუსერ ემა ტომასთან. იგი აგრეთვე აქტიურად მუშაობს თავის ძმასთან, ჯონათან ნოლანის ერთად, რომელმაც მემენტოს სცენარის გარდა იმუშავა პრესტიჟის, ბნელი რაინდის აღზევებისა და ინტერსტელარის სცენარებზეც. ქრისტოფერ ნოლანის გამორჩეულ კომპოზიტორად ითვლება ჰანს ციმერი, რომლის მუსიკასაც ხშირად შევხვდებით ნოლანის ფილმებში. ჰანს ციმერმა შექმნა როგორც ბნელი რაინდის, ასევე ინტერსტელარის, ინსეფშენის და დუნკერკის მუსიკები. ჰანს ციმერის შემოქმედება იმდენად კარგად ერწყმის ნოლანის ფილმებს და მათ ისეთ ხასიათს მატებს, რომ უკვე რთულია რეჟისორის ფილმების წარმოდგენა ამ კომპოზიტორის გარეშე. მსახიობებს შორის უნდა გამოიყოს ნოლანის საყვარელი მსახიობი მაიკლ კეინი, რომელიც ბეტმენი დასაწყისის შემდეგ ნოლანის ყველა ფილმში გამოჩნდა. მართალია დუნკერკში იგი თავად არ მონაწილეობს, მაგრამ მსახიობის ხმა აქტიურად ისმის ფილმში ბრიტანული საჰაერო ძალების რადიო გადამცემებში. ქრისტოფერ ნოლანის ცხოვრებაში ძალიან ბევრ უცნაურ რამეს გავიგებთ. მაგალითად, სოციალური მედიის გადმოცემით რეჟისორს არ აქვს პერსონალური იმეილი და მობილური. როგორც რეჟისორი აღნიშნავს, იგი პრაქტიკული ადამიანია და ვერ ხედავს იმეილისა და მობილურის არსებობის საჭიროებას მის ცხოვრებაში. გადაღებების დროს თუ სადმე დარეკვა მოუნდება, იგი უბრალოდ თავისი გუნდის წევრებს თხოვს მობილურს. ამჟამად ნოლანი მეუღლესთან და 4 შვილთან ერთად ცხოვრობს ლოს-ანჯელესში. მიუხედავად იმისა, რომ ნოლანს არ უყვარს ბევრი საუბარი პირად ცხოვრებაზე, ჟურნალისტებს მასთან ურთიერთობა სიამოვნებთ და რეჟისორს ახასიათებენ როგორც უბრალოსა და შესანიშნავ ადამიანს.